ეს რა დილე გაგვითენდა ფუტკარაძეების ოჯახში. დღეს ციური ფუტკარაძეს. დედა ჩვენს აქვს ჩვენთან კითხვები, ბლოგის. არ მოყურებთ ვარდაშენს კალიგრაფიის. ხა, კარგი, თუ გინდა უყურეთ, მაინც უნდა გაგესვოდა რა მნიშვნელობა. ჩვენგან ითხოვს 100%-იან სიმართლეს და არაფრის სიმართლის გარდა, თორემ ეს სიტყვა ხდება, რომ იტყვი სიმართლეს და არაფრის სიმართლის გარდა. დავიწყე პირველი კითხვა. თქვენ ჩემს ადგილზე რომ იყოთ შვილებთან მემართებაში, შვილებზე რაზე ინერვიულებდით პირველ რიგში? სამწუხაროდ არ ვიცი როგორია შვილის ყოლა და წარმოიდგინეთ ჩემს ადგილას რა შეიძლება რაზე ინერვიულებდით? მე მაგალითად ესეთი შვილები რომ მყავდეს როგორიც მე და თამთავართ არ ვინერვიულებდი არაფერს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ვართ ის პიროვნებები რომლებიც ვიმსახურებთ 100%-იან ნდობას. მეორე კითხვა. ბავშვობის მკვლელი მოგონება, როცა დედა არასწორად მოიქცა. აუ შეიძლება რომ თქვა. კი ბატონო. ემახსოვს ჯერ ერთი თორნიკე ჩემზე პატარა ასაკში გაუშვიმარტო ზღვაზე. ამას მე ვერ ვინელებ, ვერანაირად. ყველა მიდიოდა, მთელი უბანი მიდიოდა და თამთაში არა. და მეორე ზღვაზე რო გაშვება დამიწყე ესე მარტო რო დავდიოდი. დირეთ უცუდ ხასიათზე იყო. ახლა ადიქი ეს ტანსაცმელები დაალაგე, სახლი დაალაგე და მერე წადი. მე განახებ შენ ზღვას. ხაბონაციო არის თუ არა გადაჭარბებული წიანები. ამას გავაკეთებ ახლა, ესე. მე მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი. ანუ ბავშვმა უნდა იცოდეს და არ ვფიქრობ რომ მეგონა ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ნივთების მილაგება, ახლა ასე ვფიქრობ. და სწავლასაც უნდა დაუთმოს დრო, მაგრამ როცა გეუბნება შვილი რომ ზღვაზე წავალ, გაუშვი ზღვაზე შე რო ხარ დედა, წავიდე ზღვაზე ბავშვმა ისი ამოვნოს და ეს ნივთები მერე მიალაგოს. ხო, ეხლა ვისწავლე და ახალგაზრდა დედებსაც მივცემ რჩევას, რომ ასე მოიქცნენ, მნიშვნელოვანია ბავშვების განწყობა და არა ის, რომ მიალაგათ თუ არა თავის დროზე საქმე. ეს არის შიში მშობლის, რომ შვილი გინდა კარგად გაზარდო, ბევრი ასწავლო, კარგი განათლება მიიღოს და არასწორია ხო. და შესაძლოა უშუალოდ ამას. ანუ, რა თქმა უნდა ვასწავლოთ და მივცეთ, მაგრამ წნეხში არ უნდა მოვაქციოთ. არ უნდა მოვარწყმევინოთ. წნეხში არ უნდა მოვაქციოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სწავლის დროს არ უნდა ბავშვებს პულტი არ უნდა გადავატეხოთ თავზე მაგალითად. როდის გინდოდა კითხვა? როდის გინდოდა? 24 საათის განმავლობაში როდის გინდოდა? ნახევა აი 10 წუთიც დაჯდომა გინდოდა? მე რომ არ დამეძალებია, შენ დაჯდებოდი და წაიკითხავდი? არა. ამიტომ უნდა დამეძალებინა თუ არა, ჩემთვის უნდა დაგეძალებინა. კარგი. მე მადლიერის ვარ რომ მაზალებდით, იმიტომ რომ არ დაგეძალებინეთ, მე ვამბობ რომ არ ვისწავლიდი, კი ბატონო. საჭირო არის. კარგი, მაშინ ნახე მე შეიძლება გავცე ამ კითხვას პასუხი. კი ბატონო, გისმენთ. შეიძლება კითხვა გამემეოროთ, კარგად მინდა პასუხი. ბავშვობის ტრაუმა. ბავშვობის ტრაუმა. ორი ტრაუმა მაქვს ბავშვობის. პირველი. ქორწილში რომ მივდიოდით. თოვლი იყო. თამთა წაიყვანე სკოლა გაასტინე და მე სკოლაში გამიშვი. გახსოვს? წერეთელზე ცხოვრობდით. იქნებოდა. მეორე. თელი სანათისაო. ყველანი ვაფშე წახვედით თბილისში ქორწილში და მე ხონში გამაგდეთ. ეგ მახსოვს. აი ეგა ჩემი ორი ტრაუმა ბავშვობი. ზამთარია, კარჩე ბათუმში დედის წიო კითხვილი მოვიდა რა ისტორიას არ ახსოვს და ან სკოლები დაკეტილია. ამხელა ბაღანა ვარ სკოლაში. თოვლი ამხელა რა. სკოლაში წაიო. სკოლაში მივედი არავინ არ არის. არავინ არ იყო კლასში, მხოლოდ მე და რამდენიმე მასწავლებელი. მაგრამ სკოლის გასწენა გაგა თავხედებს არ შეიძლება, კი. კი. ხო, ადრე ვფიქრობდი, რომ ახლაც ვფიქრობ, რომ ხშირი გასცენები ბავშვებს სიცხერის სკოლაში დავდიოდი და ესენი არ დადიოდი, არ გამეშვი ხარ არასდროს. მეგობრებო, ვინც არიცით, სკოლაში იმდენად ხშირად დავდიოდით და იმდენად არ არსებობდა ბიზნესი, რომ ბავშვობაში მოვიმიზესე ძალიან მაღალ დონეზე გაიმორიდი. არ მქონია, სპროსთან დაემთხვა და სიცხე მქონდა და ჯერ კიდე არ ჯერა ქალბატონ ციურის ექიმებთან მივდიოდი, ეხოსკოპიას მიღებდნენ, ამ ბავშვს ჭირს გაიმორიდიო. ტიროდი ღამე რავი, თავი და რაღაც მქონდა ჩემი დრო და ვხედავდი დროა და ვიწყებდი.
ანუ მსახიობობას მინდოდა სკოლა და იმდენად არ მინდოდა სკოლა და სწავლა და სადღაც ერთი თვე სახში ვიყავ. მაგ რა გამისწორე. თვითონ მაგარი გამოჯექით, მაგრამ ასეთი შანსი არ მქონია რა. მაგდენი ხანი არ დაგწოები სახში. გაიმორიდი მქონდა. ერთი თვე სკოლა გადაცდე. სკოლაში რომ მივედი ლემანი რო დამინახე შოქში იყო, აი მეუშო თორნიკეო როგორ ხარო რაღაცაო. ციური ნერვიულობს ის კაი ბაზარი არა მესმის მან. ექიმებმა რო უთხრეს რომ ამ ბავშვს გაიმორიდი ჭირსო და ყველაზე კულმინაცია ჯორჯიაშვილზე მივედით სახლში ვიღაცა კაცთან ექიმია ექიმბაში მას შევედით და ანუ კაცი სინჯავს და დადგა და ამას არ ჭის არაფერი და მეთქი გეიხარე უკვე ერთი თვე დევისვენი ახლა თუ გინდა აჭი ამას უნდა ანუ ჰაერიო რა შემდეგ კითხვა შემდეგი კითხვა როგორ ფიქრობთ თქვენ მე რაზე ნერვიულობ ხშირად თქვენზე აი რა მანერვიულობ რა მოხსანერვიულობ ვიანობამდე გარეთყოფდა ჩვენ თათია შერას ფიქრობ ანუ რო არიცი სად ვართ რას ვშვებით როგორ ვართ მაგრამ ამ ყველაფრისთან მიუხედავად გიხსნით სად ვართ რა ვშვებით და როგორ ვართ მაგრამ მაინც გჯერათ შემდეგ კი ამბობ ჩემი ჭკვიანი ის მაგრამ მაინც მერე ვაი და კამერით მირეკავ ხამის 3 საათზე გეუბნები ვარ აქ გიგდე ფოტოს კამერით მირეკავ რომ დამენახე და ანუ ხანდახან ახლა მე ვფიქრობ რომ აი მართლა აი ნერვიულობს აი ერთს პასუხობ და ასეთი სახით სათხარ ანუ თან არა ყველაზე კულმინაცია ისა რომ ანუ თუ იცით მეგობრებო ვინც ტელეფონს და smartphones ხმარობთ და კამერით ადამიანი რო იყავს და პასუხობ ხმამაღალზე ისმის და ჩანხარ შენს ჩანს სხვაც გესმის შენს ესმის სხვასაც სათხარ პასუხობ ვარ აქ ასეთი შემთხვევა ვერ იყო ასეთი თქო ქალბატონო ციური შენი შვილი ვარ მეც ქალბატონო ციური ეს თორნიკე პირობადავდეთ რომ არ მოუწყობოთ და ეს ქალბატონო სიმართლე თქვი თუ შეიძლება ეს გოგონა გვერდზე მისგვიდის არ არის მზეოს შვილი ჩვენი მეზობელი ეს შენი შვილია და დამიჯერე ვერ მოატყუებ მასას ანუ აზრი არ აქვს ორივეს გავლილი გვაკეკ და სათხარ აქ ვარ ვანახი ის ვინც ისიქ ვანახე ანუ და უკვე მეკეტება მეთქი ციური აღარ გიპასუხებ უთიშავ და შემდეგ ეგ ვინ არის მანახე მაჩვენი არა არ მეთქი აი ზუსტად ეგ ტონი ხო ჩახციო ორჯერ იყო ვიტყვი თავის უბრალოდ თორნიკე არა არ მეთქი საერთოდ არ იყო ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა მომის მინდა კარგად ორჯერ იყო იმიტომ რომ არ გპასუხობ ჩვენე სათხარ იმიტომ რომ სისტემატიური ხასიათი მიიღო ღამის 5 საათზე კი იმიტომ რომ არის დავარსულელი არ ვარ ნერვიულობ რა ხდება სად არის ჩემი კი ბატონო ხალბატონო ციური გიხსნით არა ხარ კარგ გარემოში კარგ მდგომარეობაში მეორეჯერ ხომ აღარ მithხოვე და ერთი წამი თორნიკესთან ორჯერ იყო ეგეთი ორჯერ იყო თავს იმართებ და მე რა სულ მასე მიშვები ანუ მე ხშირად იყო ხშირად იყო არა დღემდე საუბრე და მე კომენტარი გამაკეთე კითხვა ნომერი 4 არა არ მაგეთებია კომენტარს კარგი თქვით მე მიკროფონი ჩაგრები ყო ასეთ შემთხვევა როცა ვეუბნებოდით ამას როცა იყო წასული ახალად ტონი ზუსტია და რატომ არ მირეკავ მე უკვე კატეგორიული ტონით საუბრო რაც შეფლებს არა ჩემთან კატეგორიული ტონით არ საუბრობ რომ ჩვენ მან გვაგდონებდა მივიდით ან შენ ხარ იმის მაგდა რომ უკეთესი ხარ უკეთესი შვილი კი არა უკეთესი შვილია მეთქი ამას არ ვამბობ ორივე უკეთესები ხარ ჩემთვის მაგრამ სხვადასხვა ხასიათების ხარ და სხვადასხვა უკეთესი ხალბატონო ციური ფილოლოგი ბრძანდებით ნახეთ უკეთესი ნიშნავს ერთზე უკეთესი ორივე ხარ საუკეთესო საუკეთესო აი შეასწორეთ კარგი მაგრამ პირველი ხო უკეთესი და კი გავიგეთ ახლა როცა თქვენი მომავალზე რაღაცა წვეთ რა ღირებულებებს ეყრდნობით გარშინ არ ავწვეთ ახლა მაღაზიაში თუ უნდა შევიდე და მეზარება რა ვიცი რა თქმა უნდა მაღაზიაში ჩასვლას რო გულისხმობ ახლა ხვდებით ამას გულისხმობ როცა გეგმოთ თქვენ მომავალს გეგმებს აწყობთ რა ღირებულებებს ეყრდნობით ფულს რა საკეთებ მაშინ როცა გიჭირს ან დაკარგება мотиваცია დაკარგულ мотиваციას ან ვმოტირებ 1900 და ვეძებ სამოტივაციო გზას ალტერნატივას და სამოტივაციო გზას რათა აღვადგინო мотиваცია პირველ რიგში მახსენდება გიჟიბერის სახე აუ და მე ჩემთავს ვეუბნები რომ იცი რა
უარესიც შეიძლება ყოფილიყოს. პრობლემი მის მეტად არის. ამიტომ არა უშავს ხვალ ახალი დღეა და всё. ეგ ტერმინები არ გამოიყენოთ საუბრით. ხალბატონციური მე ჩემ გაგიგეთ რამე ეგეთი არა. მე რა გზას ვადგავ მე ვიყენებ მაინტერესებს მირჩევთ აი როგორც დედას როგორ უნდა გავაუმჯობესო ჩვენი ურთიერთობა. არ ვამბობ რომ ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს კაცო ღმერთმა დაგიფაროს. რაღაცა გასაუმჯობესებელი მაქვს მე როგორც დედას და რა უნდა გავაუმჯობესო თქვენ რას მეტყვით. მე მაგალითად როცა ვიყავი ბავშვი, ბევრი კითხვა მქონდა დედა-ჩემთან, რომელიც დამსმელი დამჭა და პასუხი გაუცემელი და დაუსვამდი კითხვებს. არ გამიცემს კორექტულ პასუხებს. კი ბატონო. მე მინდოდა რომ ჩემი დედას გაეგო ჩემთვის ასეთი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. ჩვენ არ გვესმოდა ფაქტობრივად. მე იქნება და ჩემი არ მოისმენს რომ ეწყინება რა გაიგებს. რა უნდა გავამჯობესო? აპდეიტი რას აქვს საჭირო იცი? რაღაცას რო გეუბნებით. ან მე ან თორნიკე რა ძირითად შემთხვევაში არ ვიტყუებით. ტყუილი არ გჩვევია არც ერთს და არც მეორეს. კი არ ბატონო. გვიყვარს. შენ თუ მოხდა და რაღაცას პირდაპირ გკითხავ, ჩვენს მოდივარ და პირდაპირ პასუხს ვცემთ. ეგრეა? მაგის მერე მიდიხარ და დაძინებამდე ფიქრობ ყველაზე უარეს ვარიანტს, რაც შეიძლება ჩვენ თემების მიღმა იყოს. დავამატებ. ამ უარეს ვარიანტს არ ფიქრობთ, ამ უარეს ვარიანტს ფიქრობ და აცოცხლებთ. ხო. ანუ ვარიანტი რომელიც შეიძლება იყოს რაღაცა 1000-დან 997, მაგ ვარიანტს აცოცხლებთ, რომელიც არ არსებულია. ანუ შემი ასე შენ წარმოდგენილი გაქვს რომ რაღაცა მაგარი кайფი ვგდივარ. არა, მაგას არ ფიქრობ. რატომ მოგიყევი გახსოვს? ბავშვები რა დღის შერიან თქო და ეწევიან ისეს და რო აგიღწევი პატარა აბათომი ძალიან ბევრი ხალხი ვიცნობ და გარემოება ისეთია რომ შეიძლება გავიგოთ რა ანუ ბევრი ჯიშის ადამიანი შევხვდეს ესე რომ ვთქვათ და გავიგო ყველა ადამიანისგან მისი აზრი მისი ცხოვრება რაღაცა და შევაჯამო და გამოვიტანო დასკვნა ამ დასკვნას რო ვეუბნებოდი ანუ მისმენდა ძალიან დიდი გულისყური და გაჩერდა რას მეკითხება იცი სიხარიზე მაგას ნინო არ მომკლა მეთქი ნინო ეგ ძალიან ისა მაგაზე ყურადღებას არ გამახვილებდი ისე მიყვებიო შენ უეჭველი დეტალი ბევრი დეტალი იცი რა ბევრი დეტალი იციო და შენ უეჭველი გასინჯული გექნება იქნება ხუმრობი ხარ არა ხუმრობ როგორი ხუმრობთ იცი გაქო ხო ახლა ერთხელ ხო გაქო ხო მე რო წამოვეგი ანკეს ხუმრ წამოეგე და დავწმუდი რომ ესე იგი ჩემი შვილი არ ჭკვიანი ანუ შენ ახლა ნახე კიდე მისმო ანკესზე წამოსაგებ კითხოს ხო არ წამოვეგი ანკეს მე რო გითხრა ახლა არა არ წამოვეგი მეთქი ანუ წამოსაგები რაღაცა ქონდაო მეტყვი მოზარ მაგის ალბათ არსებობს დედა მე მაგ ახლა შენთან კითხო იცნობ შენ კარგად შენ შვილებს მგონია რომ ვიცნობ მაგრამ ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ ვიცნობ თორნიკე მართალი ხარ წამიკითხავს გამიგონია მინახავს ო აი ეგაა პრობლემა მოდი იმ მშობლებს ვინც თავიანთ შვილებს სტატუს გაკეთებას უშლის კატეგორიულად და ხელებს ფეხებს მოგაჭრდა რაღაცეებს ეუბნებიან და მე ვიცნობ ხალხს გოგოებს ბევრს მithumetes რომელებს სტატუ აქვს აქ და მალავე ჩემმა შვილებმა მასწავლეს ბევრი რამ ჩემი მოსწავლეებისგანაც სკოლაში ვსწავლობ ბევრ რაღაცას რომ გაუგრმათ ბევრ რაღაცას ძალიან ძნელად ვიგებ იმიტომ რომ ჩემი სტერეოტიპიდან გამოვდივარ აი რა ჩემ დროს რაც იყო მისაღები და ეხლა ეს სტერეოტიპები მე ნელა მეცხრეო თქვენ მე ბევრ რაღაცა მასწავლეთ თუ აი ჩემ დროს სტატუსი კეთებდნენ მარტო ციხეში და ასოცირდებოდა არასერიოზულ ჟესტად თქვენ რომ მითხარით რომ გავიკეთებო თავიდან ძალიან მეუცნაურესავით მაგრამ მე მგონია რომ გაიკეთებე რაღაცა სიმბოლურად პატარა სტატუსი ერთი სტატუს მარტო 1000-ია საუბარი და უფრო მესამე და მეოთხე რაღაცა იყო მეუღებელი ჩემთვის არ ვიცი რატო უნდა გაიკეთოს კაცმა 4 ტატუ რაღაცა მეგონა რომ გააქვს არასრულფასოვნების შეგრძნება რომ არ ხარ ლამაზი არ გამოიყურები ლამაზად ეგ უფრო გალამაზებს და არა და ადამიანს საკუთარ თავს რეალურად უნდა აღიქონდე ძალიან ლამაზი ბავშვი ხარ და ამასაც უნდა ხვდებოდე და მე ურჩევდი მშობლებს რომ არ აუგრძალონ გაიკეთონ მაგრამ რა ვიცი ძალიან ბევრი არც მე არ მომწონს და შენ ვეკითხო რა გაბედნიერებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერი სამწუხაროდ მე არაფერი მეკითხები თათია შენ რას ნიშნავს იყო თავისუფალი პასუხი რა არის თავისუფლება რა არის თავისუფლება ყოველ
დღე შეიძლება იცვლებოდეს რა ერთ დღეს ხონერ ხო, ეგ არა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ პასუხს ადამიანი ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ყოველ დღე ისეთ რაღაცეებს ეჭიდები და ისეთ რაღაცეებს ხვდები, რომ შენთვის ქვეყნის დატოვება იქნება თავისუფლად. იცი რა, I agree. რას ეტყოდით 15 წლის შენს თავს? მე 10 კლასში რა გონკებში ვიყავი. წაიკითხეთ წიგნები უკეთესად იქნებით. თორნიკეს არ გაუცემი ამ კითხვაზე პასუხი მოგგონი. 15 ილის მე ჩემ თავს ვეტყოდი, რომ არ მოусმინოთ სიურის და გავყოლილიყავი ფეხბურთს. აი მაგას ვეტყოდი. აი ნახე ის განგრეულ ქვეყანაში ვცხოვრობდით. მე ეს მეშინოდა როგორც დედას, რომ ჩემ შვილმა ფეხბურთი რო ვერ ითამაშოს, ვერც განათლებას ვერ მიიღებს და რა იქ როგორ იქნება მისი მომავალი. ელითაობის თავში არის რაღაცა პროფესიები რა, რამდენიც ისით, რომ ამას ექიმი, ადვოკატი, ჯურთ რაღაცა გახდები, მიაღწევ რამეს დანარჩენი არ არსებობს. კი, აი მახსოვს ჯერ კიდევ სიულამოდა შენგან კარგი ქირურგი დადგება, კაი თითები გაქვს. სისხლის დანახვაზე გული მიჩქარდება. პოტენცია ქონდა თორნიკეს. მისგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა ამას ვამბობ. საინენცი. გიყურებდი ხო თამაშობდი. მოედანი არ ქონდა ეზოში? სად? აღმაშენებელს. დაუშვათ ფეხბურთის ნიჭი არ აქვს და ხატვის ნიჭი აქვს რა, ის სასწაულად ხატავს. არა მგონია რომ შენ გეთქვა რომ აი თორნიკე ხატვას გაყევი და არა რაღაცა სერიოზულ პროფესიას რა. აუცილებლად ეთყოდი რომ სერიოზულ პროფესიას მოიკიდე. შენ ჩემ ფეხბურთის სიარულს უყურებდი როგორ იცი ბავშვის აქტივობას. როგორც ბავშვის აქტივობა. ბავშვი არ უნდა იყოს სახლში და უნდა მოძრაობდეს და აი მასე უყურებდი შენ ჩემ ფეხბურთს. მართალია. ხო, მართალია. всё. ძლიერი. ჩემ შვილს არ ვასწავლი. პირდაპირ გეუბნები. მე ვასწავლი. შენას ფეხბურთს ვატარებ ჩემ შვილის მე რო- გაკვეთილებსაც ვასწავლი. მე რო შვილი შვილი აუცილებლად კიდევაც ისწავლის პარალელურად. ბებოს ხათრით თვეში ერთჯერ რომ ნახავს ბებო მაშინ წიგნს გადაშლის. ეს კითხვა დაგისვით რომ რისით მაგინდოდა ყველაზე მეტად და ვერ მითხარით მეთქი? არა. არა, დაგისვით. ალბათ ეგ რა რომ სწავლა არ მინდა და ფეხბურთის თამაში მინდა მეთქი ალბათ მაგის, მაგრამ მაგი რომ მეთქვა ახლა ვიქნებოდი ცალი ხელით მეგობრებო კალიასკაში. ყავარჯენი მედებოდა გვერდზე. თორსეც არ შენთათია? არ მახსოვს, მე ძირთადად ყველაფერს პირდაპირ გეუბნები ინო. ჩვენი ურთიერთობა გასაუმჯობესებელი და რა მაქვს გაგოს გასაუმჯობესებელი. მე არ მაქვს არანაირი შენიშვნა მაგ თემასთან დაკავშირებით. არის. შეუძლებელია. ვალდა. აგურცველები ხარ? კი. მადლობა. მადლობა. ოი. ჩემი ანგელოზები ხარ, მე ვამაყობ თქვენით. მეორე შეცდომას დავუშვი თქვენ განზაში არასოდეს მოვიქცი ხშირად, მაგრამ ვიქცეოდი ის რაც სწორად მიმაჩნდა, ყველა სწორად მიიქცევა, შეცდომას ყველა უშვებს და რაც თავარია მტკივნეული რაღაც ისეთი გამოვწერებელი შეცდომა არ დამიშვია და ვამაყობ რომ კარგი შვილები გამზარდე, მე თქვენი მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ იბრძოლებთ უკეთესი მომავლისათვის და ჩემ შრომას ყველგან ჩაუვლია. რა საჭიროდ მითქოს, შეიძლება შეცდომა დაუშვე, შეიძლება გეჩხომოს, მაგრამ მედიკოსი ხარ. კი, საზღვრად.